13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასალის ხსენებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია შესრულდა. წმინდა პეტრე მოციქულის ძმა ანდრია პირველწოდებული უფალმა ღვთისმშობელ მარიამის ნაცვლად საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად გამოგზავნა. აღსანიშნავია, რომ წამოსვლამდე წმინდანს ღვთისმშობელი მარიამის შეხვედრია, რომელსაც უთქვამს, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ეკადაგა. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი კი მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. დღევანდელ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ასევე დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს და ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე პეტრე პირველ კათალიკოსის და სამუელ პირველ კათალიკოსის ხსენებას. იცით, რომ ანდრია პირველწოდებული საქართველოში პირველი ქრისტიანის ქადაგებელი ანდრია მოციქული ღვთისმშობლის ხატთან ერთად თქვენიც რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველო და აი ღვთისმშობლის მიძინების მოსვლა ახლო იყო და აქედან გამომდინარე ანდრია პირველწოდებული შემობრძანდა უფლის ლოცვა-კურთხევით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით. შემობრძანდა და შემოაბრძანა, შემოიტანა ქრისტეს ნათელი და იმდენად შემოიტანა ქრისტეს ნათელი, რომ ჩვენ უკვე მეოთხე საუკუნეში გვყავს მეფე, რომელმაც დღეს არის ხსენება ვახტანგ გორგასლის, რომელმაც დაიტოვა სამსიტყვიანი ანდერძი, რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს. აი წარმოიდგინეთ რა დიდი მეფის პატრონი და შვილები ვართ ჩვენ და ასე რომ დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენ ქართველიერი გამოგვირჩია როგორც წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მადლობა უფალს, რომ ჩვენთან ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა და სამოციქულო ქადაგება უკვე ნიშნავს, რომ სამოციქულო ეკლესია და დღეს მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია სამოციქულო ეკლესია არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ეკლესია და რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავდა ვახტანგ გორგასლის უდიდესი მეფე და ყველას შეგეწიოთ ანდრია პირველწოდებულის ვახტანგ გორგასლის კათალიკოს პატრიარქების მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.